შავი ყუთი გახსნილია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები USAID-ის არქივს ასაჯაროებენ. რეზონანსულმა მასალამ შტატების მოსახლეობასა და პოლიტიკურ წრეებში სკანდალი გამოიწვია. რას აყენებენ დემოკრატები ამერიკელების რეალურ პრობლემებზე მაღლა. ამ წარწერით რესპუბლიკელები სააგენტოს პროექტების ნაწილს აქვეყნებენ. სიავრცელია მაგალითად. $2 მილიონი დაიხარჯა სქესის ცვლილებებისთვის და LGBT აქტივიზმისთვის გვატემალაში. $3,900,000 LGBT მიზნებისთვის დასავლეთ ბალკანეთში, $5,500,000 LGBT აქტივიზმისთვის უგანდაში, $6 მილიონი LGBT თემის წინსვლისთვის მსოფლიოს პრიორიტეტულ ქვეყნებში, $1,500,000 LGBT ადვოკატირების პოპულარიზაციისთვის იამაიკაში, $1,100,000 სომხეთში LGBT ჯგუფის მხარდაჭერისთვის, $5 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ისთვის, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიაში ღამურის ვირუსის კვლევას აფინანსებდა. $7,900,000 შრი-ლანკელი ჟურნალისტებისთვის, რათა შეესწავლათ თუ როგორ აეცილებინათ თავიდან ბინარულ გენდერული ენა. $6 მილიონი ციფრულ სივრცეში ფემინისტური დემოკრატიული პრინციპების ასახვისთვის. $2 მილიონი, რათა BBC-მ ლიბიაში მედია გარემო გააძლიეროს. $10 მილიონი ღირებულების USAID-ის მიერ დაფინანსებული კვება, რომელიც გადაეცა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ჯგუფს. USAID-ის მიერ დაფინანსებულ საეჭვო პროექტებზე ისაუბრეს Fox News-ს. ჩამონათვალში მოხდა საქართველოს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის კომპანია Deloitte-ს $25 მილიონი გამოიყო. Fox News-ის ინფორმაციით, სოლიდური თანხა კომპანიამ არა ელექტრომობილების შესაძენად, არამედ სარეკლამო ბილბორდების განსათავსებლად მიიღო. პარალელურად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოში პერსონალის მასობრივ გათავისუფლებას აანონსებს. როიტერის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში 10,000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 კადრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე შტატების მთავრობა 30 დღის განმავლობაში დაეხმარება უცხოეთში მყოფ USAID-ის თანამშრომლებს სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ აქ ვცდილობთ შევაფერხოთ ადამიანების პირადი ცხოვრება. ეს არ არის სადამსჯელო ზომა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შევძელით USAID-თან თანამშრომლობის მიღწევა. მირჩევნია არ გაგვეკეთებინა ეს ამ გზით. USAID-ის საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში რევოლუციებსაც უჭერდა მხარს. ვებსაიტის დაარქივებულ ვერსიაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო განვითარების სააგენტო 2006 წელს სიამაყით ამტკიცებდა, რომ მხარს უჭერდა რევოლუციებს უკრაინაში, საქართველოსა და ყაზახეთში. არქივის ცნობების თანახმად, დაფინანსების საშუალებით სხვადასხვა ამერიკულ ორგანიზაციებს, მათ შორის ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს გადაუხადეს, რათა იურისტები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაეტრენინგებინათ. ვარდების რევოლუციამ მსოფლიო შოკში ჩააგდო, მაგრამ არა საქართველოს დემოკრატიის მცველები. ისინი შეერთებული შტატების და სხვა უცხოური დონორების დახმარებით 10 წლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ბაზის შესაქმნელად მუშაობდნენ. მაგალითისთვის 1999 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსება ქართველებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შემუშავებასა და მხარდაჭერაში დაეხმარა. ამერიკის შეერთებული შტატების გრანტების საშუალებით სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების, მათ შორის ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, მერილენდის უნივერსიტეტის ექსპერტებს ფული გადაუხადეს, რათა მათი იურისტები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოემზადებინათ თავისუფლების ინსტიტუტიდან. ლევან რამიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება დემოკრატიისადმი ხალხის ერთგულების შედეგია, თუმცა უცხოური დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ იმას, რასაც ცისხლის გარეშე მიაღწიეს. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი შეერთებული შტატებიდან სახსრებს 1996 წლიდან იღებდა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებამ შექმნა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მზად იყო შეერთებოდა ვარდების რევოლუციას. ზოგიერთი მათგანი ახალი მთავრობის ლიდერიც გახდა, მაგალითად პრეზიდენტი სააკაშვილი. სახელმწიფო პარტიის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ არჩევნებზე USAID-მა სხვადასხვა NGO-ების გავლით $41,700,000 დახარჯა. დაფინანსება კი მიემართებოდა ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც რევოლუციური სცენარების მოთავეები იყვნენ. მაშინ, როდესაც უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღება გადაწყდა, იმისთვის რომ ეს კანონი დაბრენდილიყო როგორც რუსული კანონი, იმისთვის რომ ეს კანონი ამ კანონის წინააღმდეგ პირდაპირ თვალში ნასარი შეეყარათ, საზოგადოებისთვის მოეთხოვებინათ და ბუჩაში გამოიყვანათ, მილიონობით დოლარი დაიხარჯა USAID-ის მიერ.
ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრ ქვეყანაში ახალისებდა და აფინანსებდა ისეთ მოვლენებს და პროცესებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელის ინტერესებს, თვითონ შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებს ვცითენ. 2020 წელს სწორედ USAID-მა დააფინანსა სამართლიანი არჩევნები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ახლაც ამ წელს ისინი ღიად ერეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის არჩევნების შემდგომ პერიოდში დაახლოებით 51 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული ამ პროცესებისთვის და ყველაზე მთავარი ჩვენს ნაცვლად ახლა უკვე ლაპარაკობს თავად ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფულით USAID მათ შორის ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ პოლიტიკური არეულობის მოწყობას ქვეყნის დასაქმებში, ქვეყნის იდენტობის, ეკლესიის, ხალხის წინააღმდეგ ინტერესების გატარებაში და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა ღმერთს, საქართველოში შედეგები არ დადგა, მაგრამ სხვა ქვეყნებში პროცესები სხვაგვარად წარიმართა. ირკვევა ისიც, რომ USAID 7 მედია საშუალებაში მომუშავე 6200 ჟურნალისტს აფინანსებდა. სააგენტოსგან დაფინანსებას იღებდა 279 ეგრეთ წოდებული მედია NGO, მათ შორის უკრაინული მედია საშუალებების 90%. მონაცემები ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმაც გააზიარა.